საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას, მხიარულ გადაცემას, ანეკდოტების შოუ. არაჩვეულებრივი ადამიანები ვყავს დღეს სტუმრად, მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო. ალილოს ბიჭები, საბა კემულარია და მიხეილ ჭონიშვილი. საბა კემულარია და მიშო ჭონიშვილი ალილოს ბიჭები არიან და სიმღერები ალილუიასავით იციან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საბაც და მიშოც ნიჭიერი ბიჭები არიან. ანუ მეცნიერულად ნიჭიერი ბიჭიერები არიან. ალილოში სხვა ნიჭიერებიც არიან, მაგრამ ამ ქალაქში ხომ ყველაფერი დასწრებაზეა. ბიჭებს ანეკდოტები ისე უყვართ, რომ სახინკლეში 100 ხინკლის ნაცვლად 99 ხინკალს მიირთმევენ მხოლოდ. ალილოს მალე 25 წლის საიუბილეო კონცერტები აქვს და ტელეფონის ზარებზე არ პასუხობენ. იმიტომ კი არა, რომ ბილეთები ენანებათ, არამედ რეპეტიციები აქვთ. დატკბით ბიჭების მხიარული ისტორიებით და სიმღერებით და გარწმუნებთ, შაქარი არ აგიწევთ. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. დარჩით ჩვენთან. ჯერ არ ვიძინეთ. აი თქვენ გენაცვალეთ. არა ბიჭო, როგორ ახალთ? კარგად. როგორ ზამდებით? შეგენაცვალებ. შვენიერი გადასარევი? არ ხასიათზე? აბა რა, იცი რა, რომ მოიცვალეთ, ამდენი დაკავებულები ხართ, ამდენი საქმე, ამდენი ისა. მადლობა ამისთვის რა. რა ხდება თქვენსკენ ბიჭო? მადლობა მოწევის დიდადი ხა ანეკდოტების ისტორიები გექნებათ ახლა რაღაცა და არ არის ანეკდოტი. თუ გინდა ისე ვილაპარაკოთ, მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს შენი ღვინო რა შვება. ჩემი ღვინო გადასარევად მიდის, როგორც აქ, ასე საზღვარგარეთ და მადლობა. იცი რა? მე დღეს გაძლე უფლებას, რომ გითხრა შენი ღვინის სახელწოდება. ჭონას მარანი. მაგარი ღვინოა და რა ვქნა, რა გავაკეთე. ისა ჯერ არ გაგისინჯოთ გასა. არის ღვინოები, რაც გასინჯული არ გაქვს და უნდა გავსინჯოთ ერთად თავი. შეგენაცვალე, აბა რა. სიმღერა რაღაცა კონცერტებზე ბარემ რომ მითხრა. კი. ესე იგი, კონცერტები გვაქვს რეგიონებში, თბილისშიც, საღამოები, კორპორატიული საღამოები, მაგრამ რაც მთავარია, ახლა უკვე 25 წელი გვისრულდება და ამ წლის ბოლოს შემოდგომაზე გეგმავთ ძალიან ესეთ ლამაზ გალა კონცერტს რუსთაველის თეატრში ჩატარდება და რაც ჩემთან ყოფილ ხინასარ პატიჟებით. გამოვალ საგრიმიოროდა. საინტერესო ფორმატით, ახალი სიმღერებით და ასე. ხო, რა თქმა უნდა, თქვენგან ყოველთვის სიახლეა და აბა მითხარი, შენსკენ ახლა ერთ ამბავში რო ხართ ხომ არა, სხვა ისეთი რამე საინტერესო ხო არ არის შენსკენ? საინტერესო ის რომ იმღერეს პროექტში ვართ. ეს ამას უყურებ. ჩემი მეუღლე და ამას უყურებ და მაგარია ძალიან. ძალიან კარგად მიდის ყველაფერი და მიხარია რომ რეგიონებში გვაქვს კონცერტი ალილოს და უფრო ახლოს გვექნება საშუალება რომ ჩვენ საყვარელ ადამიანებს მოვეფეროთ. იცი რა, აი მაგიტომ ვთქვი მე ეხლა რომ იმდენი საქმეები გაქვთ თქვენ ორივეს რა, მიუხედავად იმისა, რასაც ყველაფერს აკეთეთ, რომ მართლა ძალიან გულწრფელად გეუბნებით, მადლობა რომ მოიცალეთ და მობრძანდით ჩვენთან. მოკლედ სანამ ახლა დავიწყებ და ამბავი ხა აქ ახართ და ხო უნდა გავხურდეთ, ერთი სიმღერა გვიმღერეთ და ეხლა დღეს ალბათ ორ ხმაში სიმღერა არ გამოვა, მე მთლად ვერ მოგეხმარებით და ალბათ მარტო მოგიწევთ თითო სიმღერას და მოდი რა რომელსაც გადაწყვეტ დაიწყეთ და თან გავხსნათ გადაცემა.